ეთერს ხსნით ექსკლუზივით. პატიმრობიდან გათავისუფლებულია ჯარის ფულის მოპარვის საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის მაღალჩინოსანი ვლადიმერ ღუდუშაური. ჩინოვნიკი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სუსის და პროკურატურის ინფორმაციით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, სახლში გაუშვეს. რას ნიშნავს ეს? ნაწილს სახლში უშვებენ, ნაწილს დასაჭერად ამზადებენ. დღეს სუსში გვითხრეს, რომ $7 მილიონ მეტი არის ამოღებული მაღალჩინოსნების, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, მათი ოჯახის წევრების და ახლო გარემოცვის ჯამში 24 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. ყველაფრის შესახებ ექსკლუზიური დეტალები მარიამ გაფრინდაშვილმა დაადგინა. ის შემოდის სტუდიაში და გვეტყვის, რას უნდა ნიშნავდეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის პატიმრობიდან გათავისუფლება. შემთხვევით ხომ არ დაიწყეს მაღალჩინოსნებმა უფრო ზემდგომებზე ჩვენებების მიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლებას ამის სანაცვლოდ მიიღებენ. სავარაუდოდ. იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციით ვლადიმერ ღუდუშაურმა, რომელსაც პატიმრობა 11 წლით ემუქრებოდა, მან ციხე ჩვენი ინფორმაციით დატოვა გუშინ და ეს ყველაფერი მოხდა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. ჩვენი ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მისთვის აღკვეთი ღონისძიების კორუფციაში და გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა. რა შემთხვევაში იღებს ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებას პროკურატურა? ეს არის საინტერესო მარია. იმ შემთხვევაში, როდესაც ან მიიღეს ჩვენება მისგან, მისი ზემდგომების და ამ შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძის ან ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ მამხილებელი ჩვენება სავარაუდოდ, ანუ გამოდის, რომ ვლადიმერ ღუდუშაურმა ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან. ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმეზე დაკავებულ ყველა პირს, მათ შორის ბურჭულაძის ცოლის ძმას, მის ექს-მოადგილეს ჰქონდათ დუმილის უფლება. როგორც ჩანს, ღუდუშაური ალაპარაკდა, ჩვენებები მისცა საგამოძიებო უწყებას და შესაბამისად მიიღო თავისუფლება. მარიამ, აქ მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის ექს-მინისტრის შესყიდვების სამსახურის უფროს, ანუ ადამიანს, რომელიც აკონტროლებდა ჯარის ფულით რას ყიდულობდნენ და რას არ ყიდულობდნენ, ამ ადამიანის ხელში გადიოდა ყველა შესყიდვა. მას ედავებოდნენ სკანდალს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის ჯარისკაცებისათვის განკუთვნილი მაღალტექნოლოგიური კვლევებისათვის საჭირო ტომოგრაფიულ აპარატში დიდი ფული მოტეხეს და ისიც ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო. კი, და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ ამ საქმეში ფიგურირებდა 4 კომპანია, რომელიც იყო ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვასთან დაკავშირებული და ამის გარკვევა საჯარო დოკუმენტებითაც შესაძლებელი იყო. ჩვენ არაერთი დოკუმენტი გვქონდა და რეპორტაჟი. შესაბამისად გამოდის, რომ ღუდუშაური ალაპარაკდა. მე არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მან ჩვენება მისცა თუ არა ბურჭულაძის წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ვარაუდი შეგვიძლია გაჩნდეს იქიდან გამომდინარე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად მძიმე დანაშაულისათვის, რომელიც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მსჯავრდებულ პირებს უშვებენ გირაოთი იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანამშრომლობენ გამოძიებას. და ღირებულ ინფორმაციას თუ აწვდიან, ხო, ამ შემთხვევაში შესაძლოა ვლადიმერ ღუდუშაურმა მისცა ისეთი ჩვენება, რომელსაც გამოიყენებენ ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ის შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ ჯერ გირაოთი და შემდეგ გაუფორმონ მას საპროცესო გარიგება. და მნიშვნელოვანია, რომ 2 კვირის წინ იყო აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე იმშელა სასამართლომ, დატოვა ღუდუშაურიც პატიმრობაში, მაგრამ შემდეგ სავარაუდოდ ციხეში ის გამოკითხეს, ჩვენება მიიღეს და გუშინ უკვე მან დატოვა. ჩვენ დაურეკეთ ადვოკატს, მარიამა კითხარი სანაცვლოდ დატოვა პატიმრობა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის მაღალჩინოსანმა. ჩვენ შეგვიძლია ამ კომენტარს მოусმინოთ. ბატონ ლევან, ვლადიმერ ღუდუშაურს სად ჩავწერ, ხო დატოვა დაწესებულება და არ აკეთებს კომენტარს მედიასთან? ვერ გითხრი მარიამ ამას დაკავშირებით. აღკვეთი შეუცვალეს თუ საპროცესო გაუფორმდა? აღნიშნულ სისხლისამარ საქმეზე მე მაქვს ხელმოწერილი გაუთქმელობები. ვტურებთ რომ გაათავისუფლეს? მოვას ინტერესებიდან გამომდინარე და საქონლის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გითხრით მე ვერაფერს. ჩვენება მისცა ბურჭულაძის წინააღმდეგ და ამ პირობით გაუღეს ციხის კარი? ამასთან დაკავშირებით ხო გითხარით, ეხლა მე რო ჩვენებაზე თქვენ ან ნებისმიერ სხვა საგამოძიებო საპროცესო მოქმედებაზე რო გისაუბროთ, სამართლებრივად ჩემი მხრიდან არ იქნება გამართლებული. ახლა საინტერესოა რას იზავს ჯუანშერ ბურჭულაძე. თუ
ვლადიმერ ღუდუშაურმა დავუშვათ ჩვენება მისცა ბურჭულაძის წინააღმდეგ და ამით მოიპოვა თავისუფლება. აი ბურჭულაძე თუ მისცემს ჩვენებას ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ანუ მისი ზემდგომი და უფროსი ის იყო, ამ შემთხვევაში ბურჭულაძემაც შეიძლება თუ არა, რომ მოიპოვოს თავისუფლება. იმიტომ რომ მოვლენების ქრონოლოგია ახლა ისე მიდის, ღარიბაშვილის სახლში ჩხრეკის ჩატარება, გამოძიების მიმდინარეობა, ანტიკორუფციული განცხადება, რომ შესაძლოა წყალივით სჭირდებოდეს ახლა სუს ჩვენებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გაგვახსენდეს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს პირდაპირ კითხა სუსმა გამოკითხვის დროს ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით და ქონდა თუ არა ექს-პრემიერს ინფორმაცია აი ამ საქმეზე, რის გამოც ახლა ბურჭულაძე ციხეშიც. ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბურჭულაძესთანაც პროკურატურა ბურჭულაძეც ცდილობს, რომ საპროცესო გარიგებაზე წამოიყვანოს პროკურატურა. ჩვენ ცხადია ეს გადავამოწმეთ ადვოკატებთან. მარიამ, სანამ ამაზე ვილაპარაკებთ, ნახე, მაყურებელს კარგად ავუხსნათ. საპროცესო გარიგება პროკურატურის მხრიდან იდება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის აღიარება ამ შემთხვევაში წინაპირობა და მათთვის ღირებული ჩვენების მიცემა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა სისხლის სამართლის საქმეში. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ გარიგებებს, სადაც გამოძიება მიდის არაერთი პირის კვალზე, მაგრამ ვერ ადასტურებს და თუ საქმეში გაჩნდება უკვე ბურჭულაძის ჩვენება, იგივე ღარიბაშვილის ან სხვა პირების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს გამოძიებისთვის იქნება. და რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი და რატომ ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ბურჭულაძის ჩვენებას სჭირდებოდეთ ღარიბაშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბურჭულაძე როდესაც დააკავეს ზაფხულში და ის დაკითხეს, კითხვები იყო ღარიბაშვილის შესახებ. ოღონდ ეს არის პირდაპირი კითხვები იყო ღარიბაშვილთან დაკავშირებით და მას ეკითხებოდნენ და სუსის გამომძიებლები ცდილობდნენ მისგან მოეპოვებინათ ეს ინფორმაცია. თუმცა მაშინ ბურჭულაძემ აი ამ ჩვენების ამ ნაწილში თქვა, რომ ღარიბაშვილზე არაფერი არ თქვა, მაგრამ მას ახლა ემუქრება 11 წლით პატიმრობა, შესაბამისად ჩნდება ვერსიები და საუბრობენ, რომ მასთან შესაძლოა გაფორმდეს sapproceso შეთანხმება. ნახოთ, როგორ განვითარდება. ჩვენ ახლა ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ბურჭულაძის ინტერესების დამცველთან. ჩვენ დავუსვით კონკრეტული კითხვა ბატონ დიმიტრი ხაჩიძეს, ფიქრობს და აპირებს თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან საუბარს საპროცესო გარიგებაზე. აი რა გვიპასუხა. ბატონი ჯუანშერი გამოკითხეს ისევ დამატებით. საპროცესოზე საუბრობთ პროკურატურასთან? ჯერჯერობით ინფორმაციაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. ისე თანახმაა თვითონ აღიარების სანაცვლოდ საპროცესოს მაგდაგვარი საუბარი თქვენ აქ. ბატონ დიმიტრი, ეს ღუდუშაური გამოუშვეს საპროცესო გაუფორმესო და რამე ხო არ იცით თქვენ? მე რაც ვიცი, თავისუფლესა. საპროცესო თიაეს თუ ახლა შეუცვალეს ამ თვითისთვის ზუსტად არის. ღუდუშაურის ჩვენება ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ დევს, ესე იგი საქმეში. მისცა ჩვენება უკვე? არ მე ბოლო გამოთხოვიდან, ბოლო სოციალურად გავთვალეთ, ის რა ქვია მასალები, მაშინ არის ხო. ეთქობა იმის მერე ვაფრთხილდება. ისე საინტერესოა. თუ ღუდუშაურის შესყიდვების უფროსი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროსაც იყო, არ არის გამორიცხული, ღუდუშაური იყოს გარკვეული ინფორმაციის მატარებელი, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროინდელ გარკვეულ საქმიანობასთან დაკავშირებით, უბრალოდ ვერ მოვასწარი ხა გადამომოწმებინა ეს კითხვა გამიჩნდა ახლა როდის დაინიშნა ჯუანშერმა დანიშნა თუ მანამდე იყო, მაგრამ ძმები ღუდუშაურები, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირები იყვნენ, ეს საჯარო წყაროებითაც არაერთხელ გავრცელებულად ცნობა ამის შესახებ. ერთი ძმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია, მეორე ძმა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. მარიამ, და ამასობაში მივედით უკვე ირაკლი ღარიბაშვილამდე. ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილის წრე, მის გარშემო წრე ვიწროვდება. ანუ ის ადამიანები იკვეთებიან, ვინც შეიძლება სუსისთვის იყოს საინტერესო ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მოსაპოვებლად. ფაქტია, რომ ჩხრეკა ჩატარდა, ამოიღეს ფული, ოქრო, ათასობით დოკუმენტი. აი ხო, ძალიან საინტერესოა ეს დოკუმენტების ნაწილი ჩემი აზრით და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხაზგასმით ჯერ გუშინ გენერალურმა პროკურორმა გითხრა დიდი
ფული და დღეს სუსმა გვითხრა რომ 1000-ობით დოკუმენტია აქ ლაპარაკი ხო ამოღებული ჩხრეკის შემდეგ. ძალიან საინტერესოა რა დოკუმენტებია ეს. ოღონდ არ დაუკონკრეტებია ეს ღარიბაშვილის სახლიდან ამოიღეს თუ ამოიღეს ლილუაშვილის სახლიდან ან ფარცხალაძის სახლიდან. იმიტომ რომ დოკუმენტი ანუ საჯარო მოხელე წავიდა და ინფორმაცია, დოკუმენტაცია თან წაიღო. თან გავიხსენოთ რომ ლილუაშვილი სუსის შეფი იყო ღარიბაშვილი ამ ქვეყნის ექს-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ფარცხალაძე მთლად გენერალური პროკურორი. ფაქტია რომ ეს დოკუმენტები მაღალი ალბათობით არ შეიძლება იყოს, არ იქნება ალბათ მოქალაქე ღარიბაშვილის სახლში არ უნდა ყოფილიყო, როგორც არსებული საქაღალდეში დოკუმენტები ალბათ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ამ დოკუმენტებს ვსწავლობთ დღეს ემზარ გაგნიძემ თქვა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა სავარაუდოდ ეს დოკუმენტები შესაძლოა გარკვეულ კავშირში იყოს იმ თანამდებობებთან და თანამდებობების დროს მოპოვებული ინფორმაციასთან რომელზეც მათ წვდომა ჰქონდათ. მარიამ 24 საცხოვრებელი ბინა გაიჩხრიკა როგორც დღეს გვითხრა სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა 210 სამართალდამცველი მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში. მოდი სანამ გარემოცვაზე ვილაპარაკებთ. კი ბატონო, გაიჩხრიკა ესე იგი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდან რომეო მიქაუტაძის საცხოვრებელი სახლი მიქაუტაძე. საინტერესოა რომ რომეო მიქაუტაძეს 10 დღის წინ ბრალდება, კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს. რიგით მერვე თუ არ ვცდები, სასჯელ ახსნების დაწესებულებაში დღეს ვიღებ მის სახლში მანამდეც ჩატარდა ჩხრეკა დაკავების დროს და ახლა დამატებით ისევ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. აქ საინტერესო არის რომეო მიქაუტაძის პერსონა, იმიტომ რომ დღეს ანტიკორუფციულმა სააგენტომ გვითხრა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის, კიდევ რამდენიმე გვარი იყო დასახელებული მათი გარემოცვის და ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლებში. რომეო მიქაუტაძე არის საინტერესო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, იმიტომ რომ რომეო მიქაუტაძეს და ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმას ალექსანდრე თამაზაშვილს აქვთ საერთო ჰესების ბიზნესი. მანამდე იგივე ჰესის კომპანია ჩვენ გქონდა ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება და ამიტომ მახსოვს და ცოტა ხანში ამაზე მაყურებელს მოუყვებით. მანამდე ამ ჰესების ბიზნესში გაიელვა ცოტა ხნით ირაკლი ღარიბაშვილის მამის ტარიელ ღარიბაშვილის გვარმა, ის გახდა მფლობელი, შემდეგ ეს წილი გადააფორმა სხვაზე, შემდეგ იგივე სქემაში, იგივე ადამიანების დაფუძნებულ ენერგეტიკულ კომპანიებში შედის უკვე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნუნუ თამაზაშვილის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი. აქედან გამომდინარე რომეო მიქაუტაძის კავშირები ღარიბაშვილთან არ შეიძლება იყოს მხოლოდ რომ ღარიბაშვილის დროს იყო მინისტრის მოადგილე. არა, რა თქმა უნდა და სავარაუდოდ მასთან კითხვები ჩვენ ამ წუთებში უბრალოდ არ გვაქვს ინფორმაცია განმეორებით ჩატარდა თუ არა მასთან საგამოძიებო მოქმედებები ან გამოკითხეს თუ არა, თუმცა ფაქტია რომ ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში და არაერთში, როგორც ვრცელდება ინფორმაცია. სხვა შორის ალექსანდრე თამაზაშვილთან დაკავშირებითაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ მის სახლშიც იყვნენ სუსის გამომძიებლები, მაგრამ დღეს ბრიფინგზე ეს ინფორმაცია სახელობითად არ უთქვამს, მან თქვა რომ ღარიბაშვილის ოჯახის წევრები. აი ეს ძალიან საინტერესო იყო, არ ვიცი თვინ იგულისხმობდა, აღარ დაუკონკრეტებია. შემდეგი ჩხრეკა ჩატარდა ფარცხალაძის გარემოცვასთან სახლში. კი, მიხეილ ჩოხელი, საზოგადოებას მიხეილ ჩოხელი ახსოვს, ეს არის ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთან იყო ბრალდებული ქვეყნის მთავარი აუდიტორის ლაშა თოდრიას ცემის ფაქტზე ელცენტროს გახმაურებული ეპიზოდი ახსოვს ყველას. ფარცხალაძესთან ერთად ჩოხელმა ცემა მაშინ მთავარი აუდიტორი და შემდეგ უკვე სწორედ ფარცხალაძესთან უკვე რომანოვთან ერთად დატოვა ქვეყანა და მათ რუსეთში საქმე. რუსეთში გაყვა ესეც? რუსეთში გაყვა ჩვენი ინფორმაციით და ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირია დღემდე. თუმცა ის პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი და შესაბამისად მას ძალიან ახლო კავშირები აქვს. მოკლედ ფარცხალაძის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პერსონაა. და შემდეგი ჩხრეკა ჩატარდა გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვასთან და ვინები არიან ეს ადამიანები? კი ბატონო, მე დავიწყებ ვანიკო პარკაულით. ვანიკო პარკაული არის საპატრულო პოლიციის კადრებიც გვაქვს ჩვენ გავუშვათ, როდის მიიქცია ვანიკო პარკაულმა ჩვენი ყურადღება. ის ცნობილი გახდა საბას ხვიტარიძეზე ძალადობის კადრებით, როდესაც პირდაპირ ტელეკამერების წინ პრაქტიკულად აღრჩობდა საბას ხვიტარიძეს და ძალადობდა მასზე, მაგრამ რა თქმა უნდა, მაშინ ის არც გამოკითხვაზე არ დაუბრუნდა
დაეუბარებიათ და არც საგამოძიებო მოქმედებები მის წინააღმდეგ არ ჩატარებულა. თუმცა გავიდა დრო ამ ფაქტიდან და ვანიკო პარკაულის სახლში და მისი ძმის სახლში, თორნიკე პარკაულის სახლში, რომელიც თუ არ ვცდები სუსის თანამშრომელია, ჩვენი ინფორმაციით იყო ყოველ შემთხვევაში. შევარდა სუსი და ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. როგორც ჩვენ გვიყვებიან, ეს პარკაულების ჯგუფი არის განსაკუთრებული გავლენებით მოსარგებლე ჯგუფი საგურამოსა და მის შემოგარენში და მათ სახლს უკავშირდება იქაური მიწების საკითხებიო. და ანდრია ლილუაშვილი, ბიზნესმენი, ჩვენი ინტერესის საგანი გახდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ მასზე ჟურნალისტური გამოძიება მოვამზადეთ, როგორც გრიგორ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირზე, სუსი შევიდა ანდრია ლილუაშვილის სახლში. ბატონო, ანდრია ლილუაშვილის სახლშიც ჩატარდა ჩხრეკა. ჩვენ სხვა შორის საინტერესო იყო სუსის განცხადებაში, რომ პირადი ჩხრეკის დროსაც ამოვიღეთ კონკრეტული მტკიცებულებებიო, თუმცა აქ არ სახელობითად არ უთქვამს, ხო, დღეს სუს კონკრეტულად. სავარაუდოდ ტელეფონები იგულისხმება, მე ასეთი განცდა დამრჩა. ამოიღეს და შესაძლოა არ ვიცით ეს. კი ბატონო, ახლა ვნახოთ რა ამოიღო სუსმა დღეს გაავრცელა ფოტოები, რა ამოიღეს საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად. სუსმა დღეს დააკონკრეტა, რომ ამ სხვადასხვა მისამართებზე ჩხრეკის შედეგად ჯამში ამოღებულია 7,200,000 ამერიკული დოლარი და 138,000 ლარიო. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი ფოტო, რომელიც გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც ჩემოდანში არის ჩადებული თანხა ამერიკული დოლარი. ჩემოდნებში ინახავდნენ კი ბატონო, ამ ფოტოთი ეს ჩანს. ამოღებული არის ოქროული, თუ არ მეშლება, მგონი 198 ერთეული საათები და ოქროულიო. აქ ფოტოებზე ჩანს, რომ ამოღებული არის ოქროს ზოდები, მათ შორის ეს არის 100 გრამიანი ოქროს ზოდი, 999 სინჯი, ბანკო მეტალი მილანო, ანუ იტალიური წარმოების ოქროა, როგორც ჩანს და ასევე სამკაულები. აქ რამდენიმე დეტალმა მიიქცია ყურადღება, ოქროს 2 მონეტას უყურებს მაყურებელი, ჯიბის საათი, სავარაუდოდ ეს შეიძლება იყოს ესეთი საათები ალბათ ანტიკვარული საათი, იმიტომ რომ ასეთ განცდას ტოვებს ფოტო, მონეტები, ეს არ არის ერთადერთი მონეტა აქ სხვათა შორის, რომელიც გვხვდება აქ ოქროს მონეტა, აქ თქვენ უყურებთ მეორე ოქროს მონეტას და იყო კიდევ ერთ-ერთ ფოტოზე არის ასევე ოქროს მონეტები, აქ იყო, აი კი ბატონო, აი ეს ორი ოქროს მონეტა, რჩება განცდა, რომ ეს სავარაუდოდ შეიძლება იყოს ნიკოლოზის დროინდელი ოქროს მონეტა. ყოველ შემთხვევაში ფოტოსკანირებით ხელოვნური ინტელექტი ასე ამბობს. აი ეს არის კიდევ ერთი ოქროს ზოდი, ამჯერად 1000 გრამის ოდენობით, აი ეს არის მესამე ოქროს ზოდი, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ. შედარებით მომცრო ზომის, სამწუხაროდ ამ ფოტოზე არ აღიქმება რა ზომის არის, ის რა წონის არის უბრალოდ და დიდი რაოდენობით სამკაულები და კერძო საათები, ხელის მაჯის საათები, ძვირადღირებული საათი, სხვათა შორის ერთ-ერთი საათი, რომელიც იყო ამოღებული, თუ არ ვცდები, შემდეგი არის, აი ეს საათი უნდა იყოს დაახლოებით 40,000 ამერიკული დოლარის ღირებულების, ეს მხოლოდ ერთი საათი, რომელიც იყო. საათები ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გატაცება იყო. ჩვენ გვქონდა ამ თემაზე რეპორტაჟი, დიდი ჟურნალისტური გამოძიება ჰქონდა რადიო თავისუფლებას და გიორგი მგელაძეს, მილიონზე მეტის ღირებულების საათი დაუთვალა ჩვენს და ჩვენმა კოლეგებმაც, ჟურნალისტებმაც, მაშინ ამ თემასთან მაგრამ არა კონკრეტებს, აი ეს ყველაფერი კონკრეტულად ვისია და პირდაპირ წერია, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ღონისძიების დროს ჯამში ამოვიღეთ ეს რაოდენობა და კიდევ საინტერესოა, ჩვენ 2 დღეა ხო ვუყურებთ ანონსს პრაქტიკულად, რომ დააკავებენ ამ ყოფილ მაღალჩინოსნებს, მაგრამ არც ერთ ბრიფინგზე არ უთქვამთ, რა მუხლით იძიებენ ამ საქმეს. იმიტომ გუშინ პროკურორმა თქვა, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებშიო და სხვა დეპარტამენტი და ნახე იქ ყურადღებას იქცევდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტიო, ანუ ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად. ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა მხოლოდ კორუფციულ დანაშაულზე არ იყოს საქმე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იქნებოდა ნათქვამი, რომ ეს არის ანტიკორუფციული სააგენტო. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს ემზარ გაგნიძეს, რა თქვა მან დღეს ბრიფინგზე და რას გეგმავს სუსი ამ ჩხრეკების შემდეგ. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების,
ანდრია იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7.200.200 აშშ დოლარისა და 136.000 ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირადღირებული ნახატები. დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა დამუშავება. ასევე ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.